იტალია დღეს მკაცრად გამოეხმაურა ბინძურ შეურაცხყოფებს, რომლებიც პროპაგანდისტმა სოლოვიოვმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მისამართით გააჟღერა. მაგრამ იტალიის პასუხმა მხოლოდ უფრო გააღიზიანა რუსები. უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც კი შეურაცხყოფებს აყენებს იტალიას, თუმცა გასაკვირი არაფერია. მაგრამ ამ სკანდალში ერთი რამ გამაოცა. არა, რა თქმა უნდა, არა რუსების სიტყვები. მე უკვე დიდი ხანია ვიცი, რომ ეს ველური ხალხალხია და მათგან სხვა არაფერს უნდა ელოდო. მე გამაოცა ის, რომ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ალექსეი პარამონოვი გამოიძახა პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის შეურაცხყოფელი განცხადებების გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონიზე. გამაოცა ის, რატომ არ გაასუფთავა იტალიამ თავისი ქვეყანა ამ რუსებისგან დღემდე და კიდევ უცხოელებსაც აძლევს უფლებას. Иметь дипломатическое представительство. თავარია, რატომ იტალიამ ბოდიში დღემდე არ დაანგრია ჯანდაბაში ის ვილები, რომლებიც სოლოვიოვმა ომამდე იყიდა იტალიაში. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვებას ქვემოთ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბმული აღწერაში ამ ვიდეოს. მას შვედები ეს ისტორია მაქსიმალურად თავშეკავებულად გადმოცე, რათა არ დავემსგავსო გაველურებულ და დაუბანელ რუსებს. გუშინ გახდა ცნობილი, რომ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა რუსეთის ელჩი ალექსეი პარამონოვი, პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის შეურაცხყოფელი განცხადებების გამო იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მისამართით. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტონიო ტაიანის განცხადებაში ნათქვამია, რომ პარამონოვს ოფიციალურ პროტესტს გამოუცხადებენ სოლოვიოვის ციტატა უკიდურესად სერიოზული და შეურაცხყოფელი განცხადებების გამო. მინისტრმა ტაიანიმ ასევე გამოხატა მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრისადმი და განაცხადა მასთან სრული სოლიდარობის შესახებ. აქ მოკლედ აღნიშნავ, რომ სოლოვიოვმა თავის შოუში მელონის მიმართ იტალიურად შეაგინა. შემდეგ კი რუსულად უწოდა მას, ციტატა, ფაშისტური ნაძირალა, რომელმაც უღალატა თავის ამომრჩევლებს და კაცობრიობის სირცხვილი უწოდა. ასევე განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ციტატა, უღალატა ტრამპს, რომელსაც მანამდე ერთგულებას ეფიცებოდა. ასევე ადრე იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ სოლიდარობა გამოუცხადა მელონის და რუსეთის პროპაგანდისტის სიტყვები ვულგარულად შეაფასა. ჯორჯია მელონიმ სოლოვიოვის განცხადებაზე ასე უპასუხა, ციტატა, პუტინის რეჟიმის მონდომებული პროპაგანდისტი არ არის უფლებამოსილი, რომ თანმიმდევრულობასა და თავისუფლებაზე გვასწავლოს. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არავინ გვექაჩება ძაფებზე, ჩვენ არ ყავს პატრონები და ჩვენ არავინ გვაძლევს ბრძანებებს. ჩვენ მხოლოდ ერთი ორიენტირი გვაქვს, იტალიის ინტერესები. რუსეთის ელჩმა იტალიაში ალექსეი პარამონოვმა თავისი გამოძახება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დართმა ძელს უწოდა. მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობიდან არავის გაუკეთებია დამამცირებელი კომენტარი, არც ქალბატონ მელონის და არც იტალიის მისამართით. თუმცა აქ პარამონოვი როგორც კლასიკური რუსი რა თქმა უნდა იტყუება. მაგრამ ჯერ ამ ალექსეი პარამონოვის ციტატას მოვიყვან. სავარაუდოდ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებულად ვერ ჩაითვლება ის მიზეზი, რის გამოც ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროში იძახებენ. ცნობილი რუსი ჟურნალისტის სიტყვები თუნდაც ძალიან ნიჭიერი და ხალხში პოპულარული იყოს, მის პირად ონლაინ არხზე გაჟღერდა. მაგრამ აქ თავად პარამონოვმა, როგორც თავად ეთქვა, შეცდომა დაუშვა. საქმე იმაშია, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მისი უსარგებლო აზრით იტალიელი დიპლომატები წლების განმავლობაში აძლევდნენ უფლებას, რომ დასავლური მედია, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთზე ორიენტირებული, twins ურევდნენ. ეს იყო ციტატა. ზახაროვა თვლის, რომ იტალია ანაბიოზის მდგომარეობაშია და დროა საკუთარ თავს კითხოს ისტორიის რომელ მხარეს დგას. ასე რომ ეს უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება. ან პარამონოვმა ცოტა ვერ გაიგო, ვინ არის მაშკა ზახაროვა. კი, გასაკვირია. და სოლოვიოვის ეს სიტყვები პრემიერის შესახებ ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ იტალიურ მედიას. კერძოდ მელონის მიმართ შეურაცხყოფებზე დაწერა ლა რეპუბლიკამ, დომანიმ, სააგენტო ანსამ და ასე შემდეგ. ასეთი განცხადებების დაუშვებლობაზე განაცხადეს ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ და ასევე პარლამენტის სახელმწიფო მაუწყებლობის ზედამხედველობის კომისიის თავმჯდომარემ ბარბარა ფლანკმა. მელონის მხარდასაჭერადაც კი გამოვიდა ქვეყნის ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერი ელი შლაინი. იცით რა არის ყველაზე სასაცილო?
ვლადიმირ სოლოვიოვი არის მთელი გაველურებული დაუბანელი რუსეთის ანარეკლი. ეხლა მე ზუსტად დავასაბუთებ ჩემს სიტყვებს. უბრალოდ შეგახსენეთ, რომ დეკემბერში სოლოვიოვი დააჯილდოეს სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის მესამე ხარისხის ორდენით. ანუ და აი ასეთი გმირები ჰყავს დღეს რუსეთს. კიდევ ერთხელ, ეს არის სახელმწიფო ორდენი სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის. და კიდევ რა თქვა მან მელომის მისამართით, რისთვის მიიღო ასეთი ორდენი? სოლოვიოვმა ემოციური გამოსვლის დროს ტელეეთერში მელონი, ბოდიში ციტირებ, სერტიფიცირებულ იდიოტად და ცუდ ქალად მოიხსენია. იტალიური და რუსული ენების გამოყენებით პროპაგანდისტმა მელონის მიმართ გამოიყენა ფორმულირება პუტტა მელონი. ანუ ეს არის სიტყვების თამაში, სიტყვა პუტტანადან, რაც როგორც იცით მეძავს ნიშნავს. გარდა ამისა, სოლოვიოვმა განაცხადა, რომ მელონი, რომელიც უკვე 4 წელია ხელისუფლებაშია და 2027 წელს გამარჯვებას ელოდება, ციტატა, კაცობრიობის სირცხვილია. გარდა ამისა, პროპაგანდისტმა სოლოვიოვმა იტალიის პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა წინა ნაციონალისტური და პოპულისტური პოზიციებიდან გადახვევაში. შემდეგ კიდევ ერთი ციტატა სოლოვიოვისგან. მელონი ფაშისტური ქვეყანაა, ნაძირალა, რომელმაც თავის ამომრჩევლებს უღალატა, რადგან არჩევნებზე სრულიად სხვა ლოზუნგებით მიდიოდა. ღალატი მისი მეორე სახელია. მან ასევე უღალატა ტრამპს, რომელსაც ადრე ერთგულებას ეფიცებოდა. პირველ რიგში სოლოვიოვი დაბნეულია. რუსეთისა და მსგავსი დიქტატორული რეჟიმების გარდა არავინ არავის ერთგულებას არ ეფიცება. ჩვენ შუა საუკუნეებში არ ცხოვრობთ. ის მიჩვეულია, რომ უნდა იაროს და ვლადიმირ პუტინის ფეხსაცმელები აულოკოს ერთგულება შეფიცოს. სხვანაირად მისი პროპაგანდა არ გამოვა. ამიტომაც ის ამ შაბლონს დემოკრატიულ სამყაროზე ავრცელებს. და მეგობრებო, აი ესეთი სიტყვებისთვის ქალის მისამართით პირველ რიგში ქალის სოლოვიოვი რუსეთში სახელმწიფო დონეზე გმირი გახდა და ამისთვის ჯილდოც კი მიიღო. სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის მესამე ხარისხის ორდენი. აი ეს არის თანამედროვე რუსეთი. ამიტომ როცა ვამბობ, რომ სოლოვიოვი არის მთელი გაველურებული და დაუბანელი რუსეთის ანარეკლი, აი თქვენ დამადასტურებელი მაგალითი. და კიდევ ერთი რამ. შეგახსენოთ, რომ მანამდე ამავე სოლოვიოვმა შეურაცხყოფელი განცხადებები გააკეთა ბლოგერ ვიქტორია ბონის მისამართით, რომელმაც მიმართა მელო დიქტატორ ვლადიმერ პუტინს თხოვნით შეექმნა პირდაპირი საკომუნიკაციო არხი მოქალაქეებთან და დროული რეაგირება მოეხდინა იმ პრობლემებზე, რომლებიც რუსებს აწუხებთ. კერძოდ მან ახსენა ისეთი პრობლემები, როგორიცაა ინტერნეტის დაბლოკვა, წყალდიდობა დაღესტანში, ანაპაში მაზუთის დაღვრა, პირუტყვის განადგურება ნუში. И экономические трудности. და ამ გამოშვების ჩაწერის მომენტისთვის ვიქტორია ბონის ამ ვიდეომ უკვე 30 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. შედეგად ხაზს უსვამ 62 წლის სოლოვიოვმა 46 წლის ვიქტორია ბონია ციტატა მოხუც ქალად და ბოდიშით გაცვეთილ მეძავად მოიხსენია. ეს, ასე ვთქვათ, სოლოვიოვის განცხადებაა. ეხლა ამას ვამბობ და თვითონ მრცხვენია იმის გამო, რომ ეს სიბინძურე, რასაც რუსები ამბობენ, იძულებული ვარ ჩემი პირიდან გამოვიდეს. სასაცილო ახლა რუსი ლიბერალებისა და ოპოზიციონერების ხურება. ეს მთელი მოჩვენებითი რუსული ოპოზიცია, ყველა ეს ლიბერალი ვერ შეძლო ის, რაც ვიქტორია ბონიემ გააკეთა. ესეც დიაგნოზია. ასე გამოიყურება ხმაურიანი პროტესტი რუსეთში დღეს. ერთი ქალი, რომელიც დიდი ხანია რუსეთში არ ცხოვრობს, უბრალოდ ვიდეოს იწერს. და ყურადღებას თხოვს ვლადიმირ პუტინს ამ ყველა საკითხის გადაწყვეტას. სრულიად ავიწყდება, რომ სწორედ ვლადიმირ პუტინი არის ამ ყველა პრობლემის პირველწყარო. აქ სამწერტილს დავშალ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ მოწონების დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი შემოწირულობით ბულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც აღწერაშია მითითებული. ამ ვიდეოს ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის საშუალებით. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის. სუბტიტრები